გამარჯობათ. დღეს ჩვენი სტუმარია დავით კვარაცხელია, კლასიკური გიტარის სპეციალისტი, მუსიკოსი, რომელიც ფრანკფურტის უნივერსიტეტში, მუსიკის უნივერსიტეტში გახლავთ დოცენტი. დავით, ძალიან საინტერესოა შენი სტუმრობა, ჩემს გადაცემაში, ასე ვთქვათ. და მე როგორც ვიცი, შენ სწავლა, ანუ უმაღლესი განათლება მიიღე ფრანკფურტში. და კონსერვატორიაში, თბილისის კონსერვატორიაში არ გისწავლია. საინტერესოა აი ამ ნაწილს შევეხოთ დასაწყისისთვის, საუბრის დასაწყისისთვის და მე ნელ-ნელა საინტერესო და სხვა ტიპის საკითხებსაც შევეხებით და ზოგადად შენი დამოკიდებულება რაღაც მუსიკასთან დაკავშირებით და ხელოვნებასთან დაკავშირებით საინტერესო მოსასმენი იქნება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მსმენელებს და მაყურებლებს. დავიცი, აი გიტარის ისტორია ძალიან საინტერესოა საქართველოში. ჩვენ მე და ჩემმა ძმამ ძალიან პატარა ასაკში დავიწყეთ 6 წლისას კლასიკური გიტარის სწავლა. იმ დროს არ იყო ისეთი განვითარებული კლასიკური გიტარა საქართველოში, კონსერვატორიაში კლასიც არ იყო. ამიტომ მე უკვე ცნობიერ ასაკში, როცა უკვე გადავწყვიტეთ, რომ მეც და ჩემმა ძმაც რომ გავყოლოდით ამ კლასიკურ გიტარას, სულ ფიქრობდით აი რა გზა შეიძლება ყოფილიყო და მაშინ არ არსებობდა არც YouTube, არც ინტერნეტი, ძალიან რთული იყო ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ რაღაცა გზებით შევძელით, რომ გაგვეგოს ათ შეიძლება სწავლის გაგრძელება და ჩვენი არჩევანი გაკეთა გერმანიაზე და კერძოდ ქალაქ ფრანკფურტზე. იმიტომ რომ ფრანკფურტში იყო საკმაოდ ცნობილი გიტარის პედაგოგი, საერთაშორისო დონის მუსიკოსი, წარმატებული, ასევე გიტარის დუეტში, რაც ჩვენთან ძალიან ახლოს იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ მასთან სწავლა და ჩვენც ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ გაგვიმართლა და ჩავაბარეთ საკმაოდ რთული კონკურსის პირობებში. კონკურსი იყო. საკმაოდ დიდი კონკურსი იყო მაშინ იმ დროს მასთან მოხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვქონდა ესეთი აკადემიური გამოცდილება მაშინ, გაგვიმართლა და მოხდით. ანუ აქ გქონდათ დამთავრებული 10 წლები ალბათ, ხო? 10 წლედიც არა, მაშინ ნიჭიერთა 10 წლედშიც კი არ არსებობდა გიტარის კლასი, კლასიკური გიტარის კლასი და ძალიან სასიამოვნოა ძალიან მიხარია, რომ ჩვენი თაოსნობით და ასე ხელმძღვანელობის თაოსნობით რამდენიმე წელია გაიხსნა აქ ნიჭიერთა 10 წლედში გიტარის კლასი, სადაც ასევე ონლაინ რამდენიმე წელია ვასწავლი კიდევაც. საინტერესოა. ანუ ონლაინ ასწავლი? კი, ბევრი ერთი, რამ განსაკუთრებული ბავშვები თუ არიან, ვისაც ჩემთან სწავლა სურს და სადაც მეც დავინახავ ასე მიზანს, რომ რაღაცა შედეგი შეიძლება გამოიღოს ჩვენმა მუშაობამ. ყველანაირად მეხმარება. ძალიან საინტერესოა. დავით, აი ეგეთი კითხვა მაქვს. საქართველოში ზოგადად აი სიმღერასთან დაკავშირებით და მუსიკასთან დაკავშირებით არსებობს გიტარა, ანუ ვერ ვიტყვით, რომ ქართულ იმაში რა ქვია, მუსიკაში და სიმღერაში გიტარა არ არსებობს, მაგრამ აი რაღაცნაირად რო შევეხოთ, რომ განმარტებასავით რო გავაკეთოთ, აი იმის რა არის ზოგადად კლასიკური გიტარა და რა განსხვავება, იმიტომ რომ მსმენელმა ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ იმიტომ რომ ხშირად არის ხო ქართულ სიმღერებშიც გვხვდება გიტარა და ყოველ დღეს შეიძლება ითქვას, რომ უამრავი უკრავს, ასე ვთქვათ, ამ ინსტრუმენტზე. და აი რა განასხვავებს, მთავარი განსხვავებელი ფაქტორი რა არის კლასიკურ გიტარას?
გიტარა საერთოდ არის ძალიან მრავალმხრივი საკრავი, ასე ვთქვათ, ეს ისტორიულად მოყოლებული, ყოველთვის ასე იყო და ჩვენ საუკუნეშიც ესე არის. მით უმეტეს ქართულ ტრადიციაში ქალაქური სიმღერები ძალიან ცნობილია და წარმოუდგენელია გიტარის გარეშე. მაგრამ ამასთან ერთად და პარალელურად არსებობს კლასიკური გიტარაც და ჩვენი ინტერესი ყოველთვის იყო კლასიკური მუსიკა და არა ეს ქალაქური მუსიკა და ხშირი კითხვა იყო, გიტარაზე უკრავთ, ესე იგი ღერით სიმღერებსაც და რაღაცა ამიტომ ჩვენ ძალიან ხშირად კაცრად ვცდილობდით, რომ ეს გაგვემიჯნა, რომ ეს იმიჯი კლასიკური გიტარის ცოტა ამაღლებულიყო. ევროპული მუსიკისგან განსხვავებით, ჩვენთან ძალიან ნაკლები იყო ინტერესი კლასიკური გიტარისადმი. მაგალითად მე-20 საუკუნის ევროპული მუსიკა კლასიკური გიტარის ძალიან მრავალმხრივია და ძალიან დიდი კომპოზიტორები ყოველთვის წერდნენ ნაწარმოებებს და ძალიან ცნობილი გიტარისტებიც არსებობენ მე-20 საუკუნეში. ჩვენთან ცოტა ამისი ნაკლებობა იყო, რომ თუნდაც ის რო არც ნიჭიერთა წვეთში, არც კონსერვატორიაში, ასე ვთქვათ, არ იყო ესეთი აღიარებული კლასიკური საკრავი და ეს ნელ-ნელა შეიცვალა ეს დამოკიდებულება და იმედი მაქვს, რომ კიდე მომავალში კიდე უფრო იმედარდება და უფრო ინტეგრირება მოხდება. ხო, აი მით უმეტეს შენი წვლილიც შეეგაქვს, ასე ვთქვათ, აი ამ ნაწილში. საინტერესოა, რატო არ მოხდა აი ამ თუ გაქვს ასე ვთქვათ შენი აზრი თუ ჩამოგიყალიბდა და რატო არ მოხდა საქართველოში თავის დროზე მე-20 საუკუნეში აი ამ ინსტრუმენტის ამ ხრივ ასე ვთქვათ განვითარება. იმიტომ რომ სხვა ბევრი ინსტრუმენტი ხო ფაქტობრივად ყველაფერი გვაქვს ასე ვთქვათ. ძალიან რთული საკითხია და ფართო საკითხია. ანუ კლასიკურ გიტარას ყოველთვის ჰქონდა აღმავლობა და მე რაღაცა ესეთი ცუდი პერიოდები და ერთ-ერთი კლასიკური გიტარის აღმავლობა დაიწყო ფაქტიურად მე-20 საუკუნის დასაწყისი და როცა ევროპაში გამოჩნდა ცნობილი გიტარისტი ანდრე სეგოვია, რომელმაც ძალიან ბევრი ცნობილი კომპოზიტორი დააინტერესა, მათ დაწერეს ეს ნაწარმოებები გიტარისთვის, სრულდებოდა ორკესტრთან ერთად ძალიან ბევრი ნაწარმოებები გამოჩნდა. სამწუხაროდ ჩვენთან, რომელიც საქართველოს უფრო მიმული იყო, ასე ვთქვათ, საბჭოთა იმას, უფრო სხვა ტრადიცია იყო, უფრო ესეთი იყო და ამიტომ ნაკლებად ექცეოდა ყურადღება. ცოტა მოვწყდით ამ ევროპულ კულტურას. მიუხედავად იმისა, არის ძალიან საინტერესო და კაი ნაწარმოებები, როგორც ქართველი, ასევე სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის კომპოზიტორების. დავით, საინტერესოა ძალიან ახალგაზრდა იყავი ჩახვედი 23 წლის იყავი თუ არ მიშლება ფრანკფურტში როცა ჩახვედი და ოდესაც დაიწყე უმაღლესი განათლება მიღება იქ და ეს ისეთი დრო არის 90-იანი წლებია და მაშინ ალბათ ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნებოდა შენთვის ამ ყველაფრის გააზრება, ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ჩვენთან განათლების სისტემა განსაკუთრებით მაშინ ძალიან სპეციფიური იყო, განსხვავებული იქნებოდა იმ გერმანული სისტემიდან და საინტერესო იქნება რომ მოყვე ზოგადად აი რა გამოწვევები იყო, რა იყო უცნაურობა, ეხლაც მე როგორც ვიცი, თავშიც აღნიშნე შენ ასწავლი გერმანიაში მუსიკას და თუ არის განსხვავება აი ამ პერიოდის მანძილზე, თუ შეიცვალა რამე სწავლების სისტემაში და სტრუქტურაში. საინტერესო იქნება.
ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილებაც იყო, გამოწვევაც იყო და ძალიან საინტერესო პროცესი იყო ეს, როცა დავიწყებთ მაშინ სწავლა. ჩვენ მე არ მქონდა ახლა ეს გამოცდილება და უშუალოდ აქ კონსერვატორიაში როგორ მიდის სწავლება, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა იმაში ინფორმაცია ჰქონდა და რაც თვალში მოსახვედრი იყო აი ეს გაცილებით დიდი თავისუფლება, რაც მუსიკოსს აქვს და ასევე პიროვნების დაფასება, ურთიერთობა პედაგოგებთან, ასევე ლექტორებთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება იყო. სტრუქტურა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო აი ეს დისციპლინა მეცადინეობის, როგორ ააგო შენი დღის პროცესი, ან კონცერტის მომზადების პროცესი. აი ეს ყველაფერი ფაქტიურად ნულიდან შევიძინეთ ჩვენ. თვითონ პროცესს რაც შეეხება ეს მუდმივი ცვლილების პროცესია. ხო ვერანაირად ვერ შევადარებ დაუშვათ ეხლანდელ დროს მე როგორც ვასწავლი იმ დროს როცა თვითონ სწავლობდი დაახლოებით 20 წელია განსხვავება, ხო? მაგრამ მაინც აი ყოველ 5 წელში რაღაცა ახალი ხდება, თუნდაც ის ბოლონიას პროცესი რო ავიღოთ, ხო? ეხლა ხან შემოვიდა ჩვენთანაც და ჩვენთანაც ეხლა ხან შემოვიდა ეს ბოლონია. ეხლა ხანს ვიძახი დაახლოებით კი. მანამდე არ იყო. მანამდე არ იყო სხვა სისტემა იყო. ყველაფერს აქვს პლუსი მინუსი ამ რა თქმა უნდა ამ ბოლონიის პროცესაც აქვს პლუსი, მაგრამ ნუ რო გითხრათ ჩვენ რაღაცით უკმაყოფილო ვიყავით სწავლებით, ვერ გეტყვით, მაგრამ ჯობია ეხლანდმა სტუდენტებმა შეაფასონ რა პლუსები აქვს და იმიტომ რომ ისინი მათზე უფრო ახდენს, ასე ვთქვათ, ზეგავლენას, ვიდრე პედაგოგზე, რომელიც ამას ახორციელებს. რა თქმა უნდა. დავით, იცი რა არის, ძალიან საინტერესოა ზოგადად მე ამაზე რაღაც თავის დროზე რაღაც დავინტერესდი და ასე დაკავშირებული ყოფილა თურმე ევროპის ტექნოლოგიური განვითარება საკრავთან არის ძალიან კავშირში რა, მუსიკალურ საკრავებთან არის ძალიან კავშირში, ძალიან დიდი კავშირში. იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა ინსტრუმენტი რო ავიღოთ, რომელიც ორკესტრში გამოიყენება ეხლა, არის რაღაცა პრიმიტიული, შედარებით პრიმიტიული საკრავიდან წამოსული, მე განვითარდა და მე მივიღეთ, ასე ვთქვათ, იმის განვითარებული მოდელი. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ყველა საკრავი არის უკვე რაღაც ევოლუცია გაიარა თითქოს და რაღაც იმამდე რაღაც დონემდე ავიდა. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ადამიანის ხელში მოხდა, ადამიანის ხელში გაიარა და რაღაცა სერიოზული ბაზა შეიქმნა აი ამის მეშვეობით, რომელიც მე პარალელურად რა თქმა უნდა ეს იარაღთან დაკავშირებითაც ანუ ხელოსნები იყვნენ, მე ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ იყვნენ იყო ესეთი სახელოსნოები, რომ ორივეს ერთადაც აკეთებდა. მაგალითად იარაღის რაღაც ნაწილებსაც აკეთებდა და ინსტრუმენტზეც მუშაობდა. და საბოლოო ჯამში მე აი ინდუსტრიული რევოლუცია რომ მოხდა მე-20 საუკუნეში, მარტივად იქნა შესაძლებელი იმ იდეების განხორციელება იმ ბაზაზე, რა ბაზაც არსებობდა იქ, იმიტომ რომ აი რაც მაგალითად საბჭოთა კავშირი ძალიან გაუჭირდა, იმიტომ რომ მოუწია თვითონ უნდა გადაემუშავება, ანუ უნდა შეესწავლებინათ ხალხისთვის ესა თუ ის პროფესია უნივერსიტეტებში, რაღაცა კოლეჯი არ ერქვა მაშინ, რა პროფტექნიკუმებში და მე ხალხს ამუშავებდნენ სხვადასხვა ქარხანებში, სადაც აკეთებდნენ მანქანებს, დანადგარებს და ასე შემდეგ. და ხარისხით ჩამოუვარდებოდა. აი ევროპის ცენტრალური ნაწილი მაგით იყო ძალიან წინ იყო წასული, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები რო კეთდებოდა უკვე 300-400 წელი ამის გამოცდილება იყო და შედარებით აი ამ საყოფაცხოვრებო ნივთებში და არა მარტო საყოფაცხოვრებო ნივთებში ეს აისახა ძალიან კარგად. და საინტერესოა შენ აი რომელ გიტარას ანიჭებ უპირატესობას
და აი ამაზე რო ვისაუბროთ. სხვა ხა ბევრი ინსტრუმენტს ვერ შევეხები, ვისაუბრებ გიტარაზე, რაც ძალიან საინტერესოა თვითონ გიტარის ისტორიაც, ხო? გიტარა არის ერთ-ერთი უძველესი საკრავი, ძველ ეგვიპტეშიც არსებობს გამოსახულებები და არსებობს იდეა, რომ ერთ-ერთი პირველი საკრავი, რომელიც დამზადდა იყო კუს მასზე გაბმული სიმები, რომელიც მერე შემდგომ განვითარდა და მიეცა, ასე ვთქვათ, გიტარის ფორმა და სხვადასხვა თეორიები არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი უძველესია სიმებიანი საკრავია, რომელიც თითებით გამოიკრვის და არა ხემით. ძველ ეგვიპტეში, ინდოეთში არსებობს ძალიან უძველესი საკრავები გიტარის მსგავსი და ნუ ეს თაობებს გადაეცემოდათ, ხო? ეს ცოდნა. ევროპის ტრადიციაც ეს იყო, რომ არსებობდნენ საგვარეულოები, რომლებიც გვარიდან გვარზე გადაეცემოდათ ეს ცოდნა, ხო? გიტარაც არ არის ეს გამონაკლისი, მაგალითად არის ცნობილი შტაუფები, არის ჰაუზერი, მაგალითად, რომელიც ამდენიმე ათწლეულებია მემკვიდრეობით გადასცემენ ამ ცოდნას. არსებობდა ასევე ქალაქები, სადაც თავმოყრილი იყვნენ ცნობილი ხელოსნები, კრემონა, მაკნოიქენი, მაგალითად რო დავასახელო, სადაც სპეციალურად ჩადიოდნენ და ითვისებდნენ, ხო, ამ იმას. ამიტომ ეს რაც ახსენე ხო საბჭოთა კავშირი, ვინაიდან ეს მოწყვეტილი იყო, ვერ გადიოდნენ, ხო? ძალიან ესეთი სახალისო ის ქონდა ჩვენ მაგალითად რომ ფაქტიურად აკაურობისთვის თითქმის საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო გიტარა ქონდა რუსი ხელოსნის დამზადებული და რო ჩავედით პირველი რაც ჩვენმა პედაგოგმა გითხრა სასწრაფოდ გჭირდებათ ისეთი გიტარა რომლითაც შეძლებთ კარგი მუსიკის დაკვრას თანაც ესე შერბილების გარეშე ხო ჩვენი სხვადასხვა გიტარა არის ხელნაკეთი ინსტრუმენტი განსაკუთრებით საკონცერტო ინსტრუმენტები არის ხელნაკეთი და საკუთარი გემოვნებით საკუთარი შეხედულებით ირჩევ ამ ინსტრუმენტს და ჩვენ და ჩემთვის დღესდღეობით უკრავთ საკმაოდ ცნობილი გერმანელი ხელოსანია იაკობ ლებიში ესეთი ძალიან ახალგაზრდა ხელოსანი რომელიც ძალიან კარგ ინსტრუმენტებს აკეთებს მისი ისტორიაც საინტერესოა ხო რომელმაც 22 წლის ასაკში უკრავდა გიტარას და თვითონ მერე გადაწყვიტა გიტარის ხელოსანი გამხდარიყო რომლებიც ოჯახიდან არისო მაგრამ მე ის მიდის სხვა ხელოსანთან რომელთან ამ ტექნიკას ითვისებს და ასე ხდება ცოდნის გადაცემა ასე ვთქვათ საინტერესო მანამდე ქონდა იტალიერი ხელოსნის გიტარა რომელიც საკმაოდ კარგი იყო მაგრამ აი გემოვნების ამბავი აი რა რისი გამოხატვა გინდა სცენაზე კი ბატონო აი ის განსაზღვრავს კი ასევე უკრავთ ხშირად უკრავთ არსებობს ძველი ინსტრუმენტები რომანტიკული გიტარა მაგალითად სხვანაირი ჟღერადობა სხვანაირი აი როგორ ჟღერდა გიტარა მაგალითად 1820-იან წლებში როდესაც ეს და გვაქვს კონცერტები სადაც იმდროინდელ საკრავებზე უკრავთ ჩვენ სამწუხაროდ ესეთი ინსტრუმენტები არ გვაქვს მაგრამ მეგობრებისგან ხშირად საინტერესო იქნება ალბათ განსხვავდება საკმაოდ განსხვავდება დაახლოებით რომ წარმოიდგინო აი
დები იშხნელების კი. გიტარა უყოთ ცოტა ლამაზი თავი და 6-მიანი საკმაოდ ლამაზი გიტარები. ისე იაპონური გიტარა, კლასიკური გიტარა არსებობს ისეთ სერიოზული? იაპონური ელექტრო არსებობს, ვიცი. კი, და საკმაოდ ცნობილი იაპონელი ხელოსნებიც არსებობენ გიტარების საკმაოდ ძვირადღირებულიც. ანუ თითქმის ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არის არსებობს კარგი ხელოსანი, რომელიც აკეთებს საკმაოდ კარგ გიტარას. სხვათა შორის ჩემი მეგობარია კონტრაბასზე უკრავს რა და პროფესიონალია და იმან მითხრა ეს უცნაური რაღაც. მე არ ვიცი ახლა ჩვენთან გადავამოწმებ, საინტერესოა შენი პოზიცია როგორი იქნება ამას. ესეთი რაღაც მითხრა რომ ინსტრუმენტს ვაქვსო, ხის ინსტრუმენტსო რა. აქვსო დაძინების და გაღვიძების ფაზები. და ესეთი რაღაც მითხრა რომ ოპერაში უკრავ რა და ოპერაში რომ მივედიო, მომცესო ეს კონტრაბასიო და დიდად მაიქ უკვე ინსტრუმენტი ხო ისეთი რაღაცაა რომ უკვე არსებობს უკვე იმაზე წარმოდგენები და დიდად არ თვლიდნენ რომ კაი ინსტრუმენტია და მეც ავიღე ხარ უნდა მეკრევა და ამ იმის პროცესში ამ მეცადინეობის პროცესში და ამ დაგვრის პროცესშიო გაიღვიძაო თვითონ ასეთ ტერმინს იყენებდა რა ამ ინსტრუმენტმა გაიღვიძაო და ჟღერადობა შეეცვალა და მერეო აი სხვადასხვა პროფესიონალებმაც რო ნახესო რო აჩვენებდიო რა და რაღაც ისინიც რო ტესტავდნენ რომ ყველა გაკვირვებული იყო რომ ასეთი ჟღერადობა რანაირად აქვს რა და მე რაღაც მომენტის შემდეგო მე ისევ გაუკრავ რა ხო და თვითონ იძახდა რომ ეს ხის თვისება არისო რომელიც აი იღებს და მე კარგავს ამ ჟღერადობას და საინტერესოა გიტარას თუ ახასიათებს მსგავსი თვისება ჩვენი ხელოსანი გიტარის ოსტატი როგორც ამბობს ხე არისო ცოცხალი ორგანიზმი, ანუ რითაც აკეთებს საკრავს. გიტარა ცოტათი განსხვავდება იგივე აი ვიოლინოებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ღვინდება და უფრო ესეთი ფასდებადი ხდება, იმიტომ რომ კარგად იფლება რომ უკეთესად ჟღერს, ხო, ახლა სტრადივარის ან გვარნერის საკრავები რო ავიღოთ. გიტარას ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ რომ უფრო ცოტა ფაქიზი მასალა არის, ცოტა სხვანაირად აკეთება. მიუხედავად ამისა, დამიკრავს 200 წლის ინსტრუმენტზე, რომელიც ძალიან კარგად ჟღერდა. მაგრამ აი ბევრი რაღაცა, ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად ტენიანობა მოქმედებს, ოდნავ ტემპერატურა მაღალი თუ იქნება, ცოტა სხვანაირად ჟღერს და ძალიან ისეთი ფაქიზი ინსტრუმენტია. ინტონაციის თვალსაზრისითაც, წყობის მხრივაც არ არის ისეთი მარტივი, მაგრამ ესეთი ჩემს საკრავებს შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა გადის განვითარებას, ხო ეს ხე ასე ვთქვათ, უფრო ღვინდება, უფრო შრება, ხანდახან ამასაც ვერავინ ვერ გამორიცხავს, ხანდახან ბზარი უჩდება, იმიტომ რომ ეს კი ბატონო, თავისებურად უცვლის მე. ამიტომ ისე არ ჟღერს, როგორც თავდაპირველად ჟღერდა, მაგრამ თავის ხასიათს მაინც ინარჩუნებს. ბევრი ამბობს, რა ვიცი, მეც რაღაცა მომენტში გამომიცდია, რომ აი ვინც როგორი შემსრულებელია, ინსტრუმენტიც დაახლოებით ისე ვითარდება. ხო, ალბათ ხასიათს, ხო, ხასიათს ცოტა ისე ანვითარებს, როგორც ექცევი მას. ხო, თან მე როგორც ვიცი, ხის ინსტრუმენტი ისეთი ლაქით არ მუშავდება, რომელიც აბსოლუტურად კეტავს ფორებს. იმიტომ რომ ახლა მაშინ უკვე მნიშვნელობასაც დაკარგავ და თვითონ ის მასალა, ეგრე რო იყოს. კი, ეს ლაქს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ კაი გიტარები, ოსტატები ძალიან დიდ დროს ახმარან იმას, რომ აი ფიქრობენ რანაირად დაიცვან ის, ნუ ლაკი აუცილებელია, იმიტომ რომ ხეს იცავს, მაგრამ როგორი
ლაკი ეხმარონ, ეგეც ეს არის ხო არსებობს მაგალითად ვეგანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მაგალითად არის ლაკი, რომელიც არ არის ვეგანური და ცდილობენ რომ ცხოველური ემაზე და ამიტომ რაღაც სხვა ემას სულ სხვანაირად ჭრეს იმით განსხვავებული იქნება რა თქმა უნდა განსხვავებული საინტერესო ალბათ სიმებიც განვითარდებოდა იმიტომ რომ ხაი არ ვახსენე ეგვიპტეში და ინდოეთში და ძველი სიმები ალბათ სულ სხვანაირი სტრუქტურის იქნებოდა თანამედროვე ალბათ სულ სხვანაირია სიმებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია გიტარის და მისი ჟღერადობის და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თავდაპირველად და აი მე-20 საუკუნის 20-ან 30-იან წლამდე გავრცელებული იყო ცხვრის ნაწლავისგან გაკეთებული სიმები, რომელიც საკმაოდ ძვირი იყო. არსებობს აი ცნობილი კომპოზიტორების მოგონებები, რომ აი ისე ძვირი იყო თუ გაკიწყდა სიმიო, შეგიძლია გადააბავო და ისე დაუკრავ, რაც აი დღევანდელ მასში წარმოუდგენელია. მე შემოვიდა ამის შემცვლელად ნეილონის სიმები, რომლებიც დღემდე არსებობს და რამდენიმე აწლეულებია ნეილონის პარალელურად უკვე კარბონის არსებობს, რომელიც უფრო ცოტა ღიად ჟღერს, უფრო მეტი აქვს. ისე მეტალის მარტო ელექტროზია თუ კლასიკურიც არის? მეტალის სიმები ძირითადად რა თქმა უნდა ელექტროზია, კლასიკურზე ძალიან ნაკლებად არის, თითქმის არ არსებობს. არის აკუსტიკური გიტარისთვისაც, აი მაგალითად სიმღერების თანხლება ან ჯაზ გიტარისთვის. ანუ გიტარის ოჯახს რო შევეხოთ, ხო ძალიან ფართო ეს არის არჩევანი და ამიტომ ძალიან შორს წავიღოს და მაგრამ აი კლასიკურ გიტარაზე ძირითადად არსებობს გამონაკლისები, რომლებიც უკრავენ მეტალის სიმებზე დაახლოებით საუკუნის დასაწყისში, როგორც ალტერნატივა ძუის სიმების მაგრამ ძირითადად დამკვიდრებულია ნეილონის სიმები. საინტერესო. დავით, მე მგონი აი მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს, თვითონ მუსიკა ზოგადად არის ხელოვნების ალბათ ჩემი დამოკიდებულებით ესეა, ალბათ ყველაზე უნივერსალური, ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ენაა. იმიტომ რომ ძალიან ემოციურ ნაწილს ძალიან ძლიერად ეხება და აი მაგალითად თუ კი შევადარებთ ლიტერატურას, ტექსტს, ხო, ტექსტი არის აბსოლუტურად ვერც კი აღიქვამს, ხო, ის ადამიანი, ვინც ის ენა არ იცის, რა ენაზე წყვდება ტექსტი. მაგალითად ნახატი უფრო მეტად, რა თქმა უნდა, კოსმოპოლიტურია ლიტერატურასთან შედარებით, უფრო გახსნილია და არ ჭირდება რაღაცა ვიწრო კულტურული განწყობები, მაგრამ მაინც არსებობს შეიძლება ითქვას, რომ ვიღაც ტიპს, ანუ რაღაც სოციუმში მომხდარ ადამიანს და ჩამოყალიბებულ კულტურას ძალიან სპეციფიური ხედვები აქვს და შეიძლება საერთოდ ვერ აღიქვას და ვერ იგრძნოს სხვა განსხვავებული კულტურის ვიზუალური რაღაცა ხატება. და მე მგონი მუსიკა არის ისეთი ფენომენი ხელოვნებაში, რომელსაც რა თქმა უნდა ბარიერი მანდაც არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალია რა, ძალიან დაბალია ჩემი ყოველთვის ჩემი სუბიექტური დაკვირვებით და აღქმით აი ესია, იმიტომ რომ მე თვითონაც იმასაც კი ხას გავუსმევ, რომ არ არის აუცილებელი მაგალითად მარტო მუსიკა იყოს, სიმღერაც კი ისეთია, რომ შეიძლება არ გესმოდეს ის ენა და ხშირად ჩვენთან განსაკუთრებით ჩვენთან საქართველოში მაგის გამოცდილება ძალიან დიდი გვაქვს, რომ უსმენთ აბსოლუტურად ყველა სიმღერას და მუსიკასაც მათ შორის და ხშირად არ ვიცით ხოლმე ის ენა რა ენაზეც არის ნამღერი ასე ვთქვათ და
მე მგონი აი ეს ნაწილი არის ძალიან განმასხვავებელი სხვა ხელოვნების დარგებისგან, იმიტომ რომ რაღაცას ყველაზე სიღრმისეულ შრეს აერთიანებს მე მგონი ადამიანებისას რა. და საინტერესოა შენი დამოკიდებულება, ეს უკვე ფილოსოფიური ხედვა მაინტერესებს, აი შენი როგორია ამასთან დაკავშირებით. მეც მასე ვთვლი, რომ აი მუსიკა არის ხელოვნებათა შორის ყველაზე უშუალო, ხო? არანაირი წინაპირობა არ გჭირდება მუსიკის აღსაქმელად, ჩვენი ემოციების გამოსახატავა, ჩვენი აზრებს ვერ დავაქმებდით, მაგრამ ჩვენი რაღაც განწყობის გამოსახატავად, ხო? და ეს ყველაზე უფრო ეს სიამოვნებს მე თვითონაც, როცა ვისმენ, როცა უკრავ, რომ ვცდილობ, რომ აი ეს ემოცია, თუნდაც რაც კომპოზიტორს აქვს, რომ გადმოვწე ისე, რომ მსმენელამდე მივიდეს და მან ეს შეიგრძნოს, ხო? ეს ჩემი აზრით ეს არ არის რაღაცა ობიექტური, ყველა თავისებურად აღიქვამს, ხო? ეხლა მოსწავლეებში მაგალითად ხშირად მოსწავლეებთან, სტუდენტებთან ერთი და იგივე ნაწარმოებს ხშირად დამიკრავს და რომ ეკითხები, აბა რას გრძნობთ, ხო? ერთი რაღაცას ერთ თავისებურად გრძნობს, მეორე თავისებურად. არც ერთი არასწორი, არც მეორე. ეს ჩვენს აღქმებშია, მაგრამ ჩვენ განვიცდით ამას, ხო? ახლა ყველა თითქმის ყველა დანარჩენში გვჭირდება წინაპირობა, ენა გვინდა, ან თუნდაც აი მხატვრობაში ცოტა განათლება, რომ გავიგოთ ეს დავუშვათ რაღაც ვიგრძნოთ უფრო ეს მხატვრობა რაც არსებობს. მუსიკა უფრო უნივერსალურია, ხო? ეხლა საზღვრები არ აქვს და აი თუნდაც ის რომ სხვადასხვა ეროვნების კომპოზიტორების ნაწარმოებები შეიძლება ისე შეასრულო, რომ აი ვერ ეტყვი, რომ ეს რაღაცა სხვა ქვეყნის მოქალაქის შესრულებულია, ხო? გავია ეს მხიბლავს მე ამ მუსიკაში და ეს ჩემთვის იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ მამოძრავებელი ძალა, რომ მინდოდა რომ ამ მუსიკით გადმომეცა ის რასაც მე თვითონ შევიგრძნობ. ხო, რასაც ატარებ. აი სხვა შორის წერან თქვი, რასაც ფიქრობსო და კი, ეგრეც არის, იმიტომ რომ აი მაგალითად ნიჩე ნაწილობრივ და დაეყრდნო, ნაწილობრივ არა, ძალიან დიდწილად დაეყრდნო ვაგნერს, ხო? და შეიძლება ის რაღაცა ემოცია და განცდა. მე შეიძლება აზრათაც იქცეს. ან შეიძლება ისიც თქვათ, რომ რაღაც დონეზე ის განცდაში რომ შედიხარ, მე რაღაც სტიმულირდება რაღაც აზრები. იმიტომ რომ თუ მაგალითად შეიძლება სიტყვაზე ვიძახი, თუ მელანქოლიურ რაღაცას უსმენს ადამიანი, ხო? დიდი შანსია რომ ბრძოლის უნარი, ანუ ბრძოლის იმაზე არ მოვიდეს რა, ასე ვთქვათ, ხასიათი. ამ პირიქით რა, ამიტომ ხო, მუსიკის გარეშე ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ზოგადად ნებისმიერი კულტურა. კიდე ძალიან საინტერესოა, მე ამაზეც სულ მეფიქრება, რომ ფაქტობრივად ეს რაღაცნაირი ხმაური, აი ჩვენ თუ სულ ყველაფერს გამოვაცვლით, აი პირობითობებს, ხო? აი რა პირობითობებიც ახლავს ამას და აი ცოცხლად უშუალოდ აი ცხოველად თუ დავაკვირდებით ზოგადად მუსიკას. ხმაურია პრინციპში. ოღონდ რა თქმა უნდა მოწესრიგებული ხმაურია და მე ეს რეგისტრებში ლაგდება, მე უკვე რა თქმა უნდა ენობრივად ნოტებში ლაგდება და ესეც ძალიან საინტერესოა და ყველა კულტურას აბსოლუტურად აი რაც თან ხო აბსოლუტურად ყველა კულტურა უკრავს, ყველა კულტურას აქვს თავისი მუსიკა. აი ამ ყველაფერს თავისებურად ალაგებს. და ეს ალბათ შეიძლება ითქვას, რომ საწყისი, ანუ აი ფონია რა, თუ შეიძლება ასე ითქვას, აზროვნების, ემოციების, განწყობების, აი ამ ყველაფრის
ფონია ალბათ მუსიკა. დავით, კიდევ ერთი ესეთი კითხვა მაქვს. როგორ შეიძლება აი შენი წარმოდგენა როგორია საქართველოში რანაირად შეიძლება განვითარდეს აი მომავალში, აი რანაირად შეიძლება განვითარდეს კლასიკური გიტარის მიმართულება. ამ კითხვას იმიტომ ვსვავ, რომ ზოგადად ესე მგონია რა, შეიძლება მეშლება, მაგრამ ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ჩვენ საკმაოდ მუსიკალური ხალხი ვართ. და ესე დეტალურად მე არ ვიცოდი აი შენ გაგესაუბრე, მე გავარკვიე თურმე კლასიკური მუსიკის ასე თქვა მიმართულება კონსერვატორიაში არ იყო, არც 10 წლებში იყო და გამიკვირდა, იმიტომ რომ რატომაც ფიქრობდი ეს უნდა ყოფილიყო. ხო და ეს კითხვა მიჩნდება ბუნებრივად რა, რომ აი რა მოლოდინები აქვს აი როგორც პროფესიონალს, რა შეიძლება მივახციოთ თუ შეიძლება ეს კითხვა გამოვიყენოთ. როგორც ახსენე, მეც მასე ვთვლი, რომ საკმაოდ ნიჭიერი ვართ. ძალიან კაი თაობები იყო, არის კიდევაც. ნელ-ნელა ვითარდება კიდევაც კლასიკური გიტარა საქართველოში. უკვე გახსნილია, უკვე 90-იანი წლებიდან არსებობს კონსერვატორიაში გიტარის კლასი. მაგრამ ჩემი აზრით აი ძალიან დიდი ნაბიჯი იყო, რომ ნიჭი 1 წლებში გახსნილი იყო, იმიტომ რომ ნიჭი 1 წლები არის ფაქტიურად აი ყველა ცნობილი მუსიკოსი მანდედან თითქმის მაკედან მოდის. რა თქმა უნდა არსებობდნენ სტუდიები, ასე და ნელ-ნელა დაიწყო ხო გიტარის, ეხლა მეც დავდიოდი გიტარის სტუდია იყო რაღაცა სკოლასთან არსებული. მერე სტუდიები გადაკეთდა 7 წლებად, 10 წლებად და ამან მოიტანა ის, რომ გაიხსნა კონსერვატორიაში, ასე ვთქვათ, გიტარის კლასი. მე ვთვლი, რომ ყველაზე არსებობს ორი მხარე. ერთი მხარე არის პროსტორად გავავრცობ სამი მხარე. ერთი არის ეკონომიური მხარე, იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნე ხო, პირველი რაც ჩვენ გვითხრა პედაგოგმა, კაი ინსტრუმენტები გჭირდებათ. ასევე ვინც აქ იწყებს სწავლას, სჭირდება ნორმალური ინსტრუმენტი, რომელიც არც თუ ისე საკმაოდ ეს არის იაფი, სიმებიც ასე ვთქვათ, ძალიან ვიოლინოსთან შედარებით ხშირი გამოცვლა უწევს, ანუ ესეც ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელი ეს არის, რომ აი ძირითადი რაც სჭირდება კლასიკურ გიტარას, რაც დაუშვათ გერმანიაში, სადაც მუსიკალურ სკოლაშიც ვასწავლე, თავისთავადია, ხო, არც ერთი მშობელი არ კითხულობს, რომ აი რატო უნდა ვიყიდო ეხლა ახალი გიტარა, ხო, როცა აქვს ამის საშუალებაც და აძლევს რჩევას, ხო. მეორე არის დაინტერესება, რაც ჩვენთან საქართველოში როგორც ხედავ, საკმაოდ არსებობს, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესებული გიტარით. უბრალოდ უფრო ნაკლები არის კლასიკური გიტარით, ასე ვთქვათ, ხო? დაინტერესებული, იმიტომ რომ ეს ამასაც დრო სჭირდება, რომ იგივე სხვა საკრავებთან ერთად ძალიან ხშირად ერთობლივი კონცერტები იყოს, კამერული მუსიკა ჟღერდეს გიტარასთან ერთად და უფრო ანუ იმ ახალგაზრდებთან ერთად კონდეთ დაკვრის საშუალება, რომელსაც უკვე აქვთ, ესე ვთქვათ, ტრადიცია იგივე ფორტეპიანო და ვიოლინო ან სხვა ტრადიციული საკრავები, ხო? და მესამე არის კვალიფიციური პედაგოგები. მე არავის არ ვაკნინებ, რა თქმა უნდა, ყველა თავისი ენთუზიაზმით ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებს, ვინც ახლა ძალიან ბევრი ჩემი მეგობარია და პატივცემ მათ, მაგრამ რაც თავიდან ვახსენეთ ეს სკოლა,
რაც არსებობდა ევროპაში, ხო, რაც ასე ვთქვათ, აუცილებელია, კარგი იქნება, რომ ჩვენთანაც იყოს. ახლა ჩვენ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა წამოვიდა ჩვენს მერეც გერმანიაში, რომლებმაც იქ დაამთავრეს მუსიკის უნივერსიტეტები. ნუ თუ უმრავლესობა ან ნაწილი მაინც დაბრუნდება და თავის ცოდნას გადასცემს, ძალიან კარგ შედეგებს გამოიწვევს ეს და ჩემი გამოცდილებიდან ერთს იმას დავამატებ, რომ ეხლა კოვიდის დროს თუ დროს აღარ გავიხსენებ, მაგრამ ერთი დადებითი რაც მოყვა, ხო, იმას რომ უფრო დიდი შესაძლებლობა გახსნა ონლაინ გაკვეთილების. მანამდე რაც არც წარმოგვედგინა, რომ დავუშვათ ფრანკფურტიდან თბილისში ჩავატარებდი გაკვეთილებს და საკმაოდ წარმატებითაც ასე ვთქვათ მოხდა ეს ჩემი და ჩემი მოსავლის ამირან მარიამიძეს აქედან მოკითხვა. რომელიც ახლა ამერიკაშია და რა ვიცი. ანუ შედეგი გქონდათ, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი აი ამ ონლაინ გაკვეთილებში. კი, ძალიან კაი შედეგი, ასე ვთქვათ. ნუ რა თქმა უნდა, აი დანარჩენი ორი მხარეც უნდა არსებობდეს დაინტერესება, мотивация, ხელშეწყობა, ხო, ინსტრუმენტის, ასე ვთქვათ, ან თუნდაც ის, რომ აი ძალიან დიდი ნიშნულობა აქვს ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის უცხოეთში წასვლას, კონკურსებზე წასვლას. არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოიგონეს კონკურსი, მაგრამ მონაწილეობა და აფართოებს იმას, ასე ვთქვათ, ჰორიზონტს. კი, აფართოებს ჰორიზონტს და ცოდნა ჩამოაქვს და გამოცდილება ჩამოაქვს მერე იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს რა, ჩვენს ქვეყანაში და მერე და დარგი, ასე ვთქვათ, ვითარდება რა. დავით, ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. პირად ცხოვრებაში, საქმიანობაში და რა ვიცი, მე მოხარული ვიქნები პერმანენტულად თუ როდესაც თბილისში იქნები, თუ შევხვდებით და ვისაუბრებთ კიდე. დიდი სიამოვნებით. მადლობა. კარგად ვამბობთ.